გურიკა ცოცხალია, ეს ჩემი ვერსიაა, შესაძლოა ახლა მიყურებდეს კიდეც. გაუჩინარებული გურამ დადიანძის მეგობარმა, რომელიც ბიჭის დაკარგვის დღეს მასთან ერთად იმყოფებოდა 12 წლის შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა. TV პირველთან საუბრისას ანა გელაშვილმა დეტალურად გაიხსენა 2014 წელს ლომისობაზე მომხდარი ამბავი. მისი თქმით, გურამმა მეგობარს უთხრა წინ წასულიყო და მალე დაეწეოდა, თუმცა რამდენიმე წუთში ის უკვე დაკარგული იყო. ინფორმაცია მათ ადგილზე მყოფ მაშველებსა და პოლიციას შეატყობინეს. გელაშვილი გამორიცხავს მეწყერის ვერსიას და ვარაუდობს, რომ გურამი შესაძლოა მონასტერში იმყოფებოდეს. ნატავიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად დაზარალებულად ცნო ამის შესახებ მისი ადვოკატი წერს. ბიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში მას რამდენიმე თანასოფლელი სისტემატურად აუპატიურებდა, ეს კი წლები გრძელდებოდა. მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობაში ბრალდებულები 7000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. ადვოკატების მტკიცებით ისინი პირობაზდებენ, რომ მსგავსი ქმედება აღარ განმეორდება. ფარტენაძემ თავდასხმის ამსახველი ვიდეო რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე გამოვლენილია 22000-ზე მეტი მძღოლი, რომელიც საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ამის შესახებ საფათბურთო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა. ლევან მაისურაძის თქმით, მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომები გატარდა.